კომპანია დიო მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე. ცდილობს შეუქმნას კომფორტი და შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქცია. ახლა დავამთავრეთ სახლის მშენებლობა საგურამოში. თვითონ მშენებლობის პროცესი რთულია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტული გახდა ხადა ჩემი სახლის მოწყობა კომპანია დიო, იმიტომ რომ უმეტესი ნაწილი ამ კომპანიის პროდუქცია ჩემ სახლში. არ გამიჭირდა გარკვეული ჩემი სურვილების დაკმაყოფილება ამ კომპანიაში. ჩემი სახლი დატვირთულია გარედამცავი ჟალუზებით, რომელიც კიდევ კომფორტს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში დიასახლებისათვის სასიამოვნო იქნება წვიმისაგან იცავს მინებს. გარდა ამისა, სიმშვიდის და დაცვის შეგრძნება მაქვს სახლში, როცა ვარ მარტო. სამსახურიდან როდესაც მოვდივარ, პირველ რიგში ჭიშკრის გაღებისთვის გადმოსვლა ამჭირდება, პირდაპირ შემყავს მანქანა ავტოფარეხში, გარაჟის კარები, ძალიან მოსახერხებელია, რომელსაც თავისი აკუმულატორული სისტემა აქვს, როდესაც ჩუქი არ არის, მაქვს შესაბამისი პულტები და არ ვფერხდები ამის გამო, რომ სახლში ვერ შემოვიდე. გარდა ამისა, კიდევ მაქვს წერებისგან დამცავი ბაზები, რაც დიომ ძალიან კომფორტულად შემომთავაზა სხვადასხვა გაღების მექანიზმებით. გაითვალისწინა ის პრინციპები, რამდენად ხშირად ხმარობთ კარებს, ფანჯრებს ზემოთ ასაწევი, ანუ არ მჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა ამ ბადეების სამოძრაოდ და მართვისთვის. იმის გამო, რომ სახლი დატვირთულია ვიტრაჟებით, ძალიან დამეხმარა ეს კომპანია. ზუსტად ის ამერჩია ფარდების თვალსაზრისით, რაც მჭირდებოდა ამ სახლისთვის. საგურამოს ტერიტორიაზე, რაც მთავარია, ცოტა თბილისიდან მოცილებით არის, მაინც კლიმატი სხვა არის, კარფანჯრები მაძლევს ამ სიმყუდროვის, სიმშვიდის და სიწყნარის გარანტიას, როდესაც სახლში ვარ. აგრეთვე გავაწყეთ დიოს პროდუქციით მთელი სველი წერტილების ამზარეულო ბარისოლის გასაჭიმი ჭერით, რომელიც ახალი პროდუქციაა და პირველად როდესაც ვარჩევდი, ცოტა ფრთხილობდი და მაინტერესებდა, რამდენად მართლა პრაქტიკული იყო და ეხლა ამ რამოდენიმე თვიანი გამოცდილებით ნამდვილად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პრაქტიკული პროდუქცია, იწმინდება ძალიან მარტივად და ამიტომ ამ მხრივ ძალიან გამიმარტივა საქმიანობაც. თვითონ ეს აივანიც თავის დატვირთვით, იმიტომ არის სასიამოვნო ყოველდღიურად და საღამოს, რომ ეს ტენტი გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი გავატაროთ ოჯახთან ერთად ამ აივანზე. ძირითადად დილა და საღამოს ბევრი პროდუქციის თვალსაზრისით ვეხები დიოს, ანუ დილიდან ჟალუზების აწევიდან დაწყებული ფარდის გადაწევით და ამ აივანზე ყავის ან სტუმრებთან გამასპინძლების თვალსაზრისით.